წინასწარ დაანონსებულ თემას დაემატა რამდენიმე ცოტა ხნის წინ თავად კობახიძეს შეუმჯამებია წელი 2025 წელს ქვეყნისთვის წარმატებული წელი უწოდა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდია მის დღევანდელ გამოსვლაში ერთი რომ საინტერესო რა იყო წარმატებული რა ტიპის მრუდესარკეში იყურება ივანიშვილის პრემიერი და ძალიან საინტერესო აქცენტი ნუ ასეთიც ემართება ხოლმე კობახიძეს აქცენტი ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლაზე პრიორიტეტად გამოაცხადა ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და გავიხედოთ წინ ეს არის მთავარიო თითქოს ჩანს განცდა რომ წერტილის დასმა უნდათ ამ თემასთან როგორ უნდა დაისვას აქ წერტილი თუ მაგალითად კობახიძე პარლამენტში იჯდა იმ დროს როდესაც იმ მთავრობის კონტროლი ევალებოდა რომელიც ახლა ხილებულია კორუფციაში აი რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ასეთი ტიპის განცხადებები ნუ აი კარგი შთაბეჭდილება აი კომენტარიც კი ზედმეტია ამ რაღაცაზე წარმატებული იყო ალბათ იმისთვის თუ წარმოვიდგენთ რომ ეს მათი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეურაცხყოფა ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად დაზარალება, მეტი რაღაცა უსარგებლო რაღაც საქმის გაკეთება, მეტი საბიუჯეტო ანუ ამ ქვეყნის მოქალაქეების თანხის მოპარვა, ამისი საკუთარ სხეულზე უკაცრავად ჟარგონისათვის შეზელვა და კიდე უფრო მეტი უამრავი უტიფრობის კადრება, რაც აქამდე არ ქონდათ ნაკადრი საერთოდ ამ 14 წლის განმავლობაში. ანუ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ევოლუციურად განვითარდა და ნუ ამითი იწოდებენ თავს. თუ ეს არის მათი საზომი, ამაში რა თქმა უნდა ბჭყალებში წარმატებულები არიან ამ სიტყვის ყველაზე ნეგატიური მნიშვნელობით და ტრანსკრიფციით. რაც ეხება კორუფციასთან ბრძოლას, წინ გავიხედოთ რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა გავიხედოთ წინ თუ რაც მოხდა იმის სათავესთან არ მივედით. ესეც ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ეს უფრო რაღაცეთი გამარტივდა ეს სიტყვა და თითქოს რაღაცა უკვე პოზიტიურ კონტექსტში ხმარობს ეს ეგ ეწოდებული ხელისუფლება ამ წინადადებას და ამ სიტყვას, რაც გაუგებარია. იმიტომ თუ არ ვცდები 2014 წელს იქნა შექმნილი ეგ ეწოდებული ანტიკორუფციული სააგენტო თუ გაძლიერებული ახალი რეფორმით ისევ და ისევ აი ამ ქართული ოცნების მთავრობაში და ნუ სამწუხაროა ეს ყველაფერი როგორც მიდის და რაც ხდება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და ხედავთ და სამწუხარო რეალობაა რომ ერთპარტიული მმართველობა ხო ანუ ეს ახალი არ არის აქამდეც ასე იყო და ამის წინაც ესე იყო უბრალოდ სამწუხარო იმაში ვბრუნდებით რომ ამის წინა მთავრობის დროს რა დონეზეც იყო კორუფცია ბჭყალებში ცნობილი ისე ერთ-ერთი არამოაზროვნე ქოცის სიტყვებია კრიმინალი კარგად გზნობსო თავსო აი კორუფცია კარგად გზნობს თავს ისე მათი გუნდის წევრია და მათი როგორც ჩანს ესეთი ხელწერაა შიდა პოლიტიკური ხო ამ ნარატივების ამიტომ თუ კორუფციასთან რაღაც წერტილს უსვავდა რაღაც სისტემურ ბრძოლას, ნუ ყოველ შემთხვევაში სისტემური ბრძოლა არსებობდა უკვე თეორიულად და ხალხზე, აპირებ რაღაცა პასუხისგებლობა უნდა გაიაზროს. ეს პასუხისგებლობა თლიანად ამ მმართველ გუნდს ეკუთვნის, თლიანად მათ აღმასრულებელ და კანონმდებელ და არაკანონმდებელ აი ამ სიებში და ამ გაუგებრებაში არიან. რა თქმა უნდა ყველა, იმიტომ რომ თევზი ვიცით რა ცნობილი ანდაზაა, თევზი თავიდან ფუჭდება თუ ყროლდება თუ როგორც არის, აქედან გამომდინარე ეს არის ხელწერის ნარატივი, ეს ხო არა ერთეული შემთხვევა. ჩვენ რა ვიღოთ სისტემური ჯაჭვი, ანუ არ ვისაუბროთ უკვე კონკრეტულ დამდგარ ფაქტებზე და იმ ფაქტებზე, რომელზეც ჯერ ბრალდებაა ისე, ხო, ანუ მიდის სასამართლო ბჭყალებში ვითომ გამოძიება, მაგრამ კრიტიკულ ეტაპზე მივიდა რომ ადამიანებს ისე დაადანაშაულეს, ზოგი დააკავეს, ზოგი არ დააკავეს, მაგრამ არც აპირებელს, მაგრამ ძალიან მძიმე მსუხე ბრალდებებია დადგმული, რაზეც თქვენი კოლეგები ძალიან ბევრს და ძალიან დადასტურებულად საუბრობდნენ. მაგრამ მოდით მეორე მხარეში ვხედოთ. ვინ უნდა ებრძოლოს და ვინ უნდა გააკეთოს პრევენცია ან აღმოჩენილი დადასტურებული ფაქტის აღმოფხვრა და გამოსწორება ინსტიტუტებმა. ხო, ეს ინსტიტუტები ვინ არის? დავიწყოთ საკანონმდებლო, ეს არის პარლამენტი, პარლამენტში არის შესაბამისი კომიტეტები, თავის თავმჯდომარეები, წევრები, ასე შემდეგ, შემდეგ მიდის საპარლამენტო ან ცენტრალური ხელისუფლებასთან დაკავშირებული და დაქვემდებარებული ანტიკორუფციული სააგენტო, ანტიმონოპოლიური სააგენტო თუ დეპარტამენტები სახელები შეიძლება კი შესაბამისი რომელიც იყო პარლამენტში და რომელიც ვერ ხედავდა ამ შესაბამისი კი აღმასრულებელი ძალიან მაღალი ასე ვთქვათ ძალაუფლების მქონე ინსტიტუტები მათ შორის სასამართლოც და ასე შემდეგ ეს არის მთელი დიდი ღირებულებითი ინსტიტუციური ჯაჭვი რომელიც სრულად არის ასე ვთქვათ მორღვეული ყოველ შემთხვევაში თვითონვე ამას ამბობენ იმიტომ რომ მათ წიაღში ეს ყველაფერი თან ისეთი უმაღლესი თანამდებობის
პირები გამოარკვეს ან გამოარჩიეს ან ლოტოტრონიდან ამოარჩიეს ვიზეც ეს რაღაცა გადაწყდა თუ გადაწყდა თუ როგორღაც არის ანუ სანახაობის ნაწილში და ის ნაწილში ვინც სრულყოფილი ამ 14 წლის მანძილზე ძალიან მაღალ ამ პოლიტიკურ გუნდში არსებულ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ. ისინი არ იყვნენ რაღაც ხელწამოსაკრავი ადამიანები, რაღაც ვერ ვიტყვით რომ რაღაცა წერა-კითხვაც უჭირდათ ან რაღაცა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირდათ ან ასე შემდეგ. ანუ გამომდინარეობს ის რომ არანაირი ბრძოლა არ არის, არანაირი მორალური უფლება ამ ადამიანს კონკრეტულად და ამ ადამიანებს კორუფციის გამო, იმის გამო რაც მის მიერ გაცემული ბრძანებით და ეს ხო ჯაჭვური ისეთ კი იერარქიულად მოდის ზემოდან ქვემოთ და ასე შემდეგ მოხდა გამოყენება მომწამლავი ნივთიერებების რომელიც დღეს არ ვიცით მოხდა ადამიანებზე ფიზიკური ხელყოფა მოხდა კონსტიტუციური გადატრიალების გაცხადება და აღსრულება იმიტომ ჩვენ გვაქვს ერთ კონსტიტუციაში რომელიც მოქმედია მაგრამ ამ გუნდის და უშუალოდ მაგ ადამიანის გადაწყვეტილებით რომელიც თვითგამოცხადებული რაღაც ლიდერია გადატრიალება მოხდა, იმიტომ რადიკალურად ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანის განვითარების და მიმართულების კურსში შეცვალა, არის მისი შემოქმედი. ყოველთვის მისი ხელით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. ბატონიკა, აი სწორედ ამ ადამიანმა დღეს ახსენა სიტყვა ჰუმანურობა, მათ შორის გადატრიალება, წელსაც ვნახეთ, რომ გადატრიალების მცდელობა და ჰუმანურად გაუმკლავდა სახელმწიფო. ერთი თქვენს ახსენეთ ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმე, საინტერესოა რა ჰუმანურობაზე ლაპარაკობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც დადანაშაულებულია საკუთარი მოქალაქეების მოწამვლაში, მაგრამ მეორე საკითხზე მინდა გამომახვილო ყურადღება, მე შევნიშნე მაისურზე გაწერია სისხლის უანგარო დონორი. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც დღეს გამოაცხადა, რომ წყვეტს საქმიანობას. ანუ დღეს ისედაც ძალიან მძიმე თემებზე ვლაპარაკობთ და შეგნებულად დავიმძიმეთ თავიც, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, რადგან გადაცემას ნამდვილი ამბავი ქვია, ზუსტად ნამდვილი ამბები უნდა მოვყვეთ შეულამაზებლად. ანუ ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს, აწვდიდა სისხლს, ამ ორგანიზაციამ დღეს შეწყვიტა იმედია დროის იძულებით, რატომ წერს ეს ორგანიზაცია თავაცავს კითხვას, რადგან გაჩნდებოდა საზოგადოებაში, ამ კითხვის პასუხი ძალიან გრძელია, მოკლედ კი ეს საქმე მოითხოვს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და სხვანაირად ჩვენ არ ძალყვით. სახელმწიფოს დღეს იძულებით წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის გუნდი, აი თქვენი მხარდაჭერის გამოხატულება ალბათ ეს თუ თავადაც იღებთ. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა ელისო, რომ ეს დრო მოგვეცა ამისთვის. პირველ რიგში მინდა უთხრა ამ გუნდს ძალიან დიდი და გულწრფელი მადლობა, ჩემი პირადად ჩემი სახელით და ჩემნაირი წყალებში დონორების სახელით, რომ მოგვეცა საშუალება, რომ რაღაცით სარგებლიანები გამختارიყავით, იმიტომ ისე პირადად მე სხვა სარგებას მაინც და მაინც ვერ ვაძლევ საზოგადოებას და ამიტომ ეს ხო დიდი შესაძლებლობა რომ რაღაცა მონაწილეობა მივიღო ამ ნაწილში მელანოს და მის გუნდს რაღაც მართლა უდიდესი მადლობა კარგად რომ გვესმოდეს ესენი არიან პროფესიონალი ადამიანები რომლებიც არიან დაკავებული მათი სხვა საქმიანობით ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობით და პარალელურად მათ რომ აღმოაჩინეს ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და გადაწყვიტეს ემუქმედათ თვითონ წლების მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ ძალიან მძიმე ასე ვთქვათ შრომით და იმ დროის გამონახვით ეს ადამიანები და მელანო და მისი გუნდი მომიტევებენ დანარჩენი გუნდის წევრები თუ სახელმწიფო რაურიო ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწეოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს იყო უანგარო დონორების შეკრება ეს იყო ძალიან რთული ლოჯისტიკური ციკლი რომელსაც ეს გუნდი აგვარებდა და შესაბამისად ახსნების ნაწილი იყო საბოლოოდ ანუ აი ამ კონკრეტული სისხლის ჯგუფის მიხედვით ჩაბარების შემდეგ პლაზმის დამზადების რაღაცა ეს არის უკვე სახელმწიფოს პრეროგატივა და შესაბამისად ომხრივი დაბრძოლებებია ერთი კომუნიკაცია აბსოლუტურად აღარ არსებობს და სახელმწიფოსთან და ჯანდაცვის რატომ აგენტები არიან? ну კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის მწირი დაფინანსება
ის მწირი, იმიტომ რომ აგენტებად შერაცხვა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ეს დავაზუსტოთ, არ ამოჭრათ პროპაგანდა ამ ნარატივში ვერ ჯდება, იმიტომ რომ აი ეს ადამიანს დიდი მიღწევები აქვს, იმიტომ ეს ადამიანები, ვისაც ეს უანგაროდ საქართველოს მოქალაქეები, ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი ადამიანები ეხმარებოდნენ და აკეთებდნენ ქვეყნის საქმეს, როგორც წესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ პროცენტულობით არ არის, კი რა თქმა უნდა, ყველგან არის ესეთ სამოქალაქო აქტივობა, მაგრამ ამ მოცულობით რომ ქვეყანაში საჭიროა არსებობდეს ცალკე, იმიტომ რომ დაეხმაროს ლოჯისტიკას და ამ ყველაფერს სახელმწიფო პირიქით ხელშეწყობით მიდის და ამ შემთხვევაში ხელი შეშლა ადრეც იყო, მაგრამ ახლა უკვე რაღაცა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც მოუწია ამ ორგანიზაციას სამწუხაროდ გუშინ განცხადების გაკეთება, დღეს დილით უფრო ციფრი წამოვიდა, მათ ამ ადამიანებმა ეს მაისურიც და ესეც შეფრის ძალიან დიდი პატივი რო ვატარებ, პირადად დაურიგეს ყველა დონორს, აი ვინც კი გადაარჩინეს და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს, უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე მიიღეს დიდი მონაწილეობა და ანუ ეს რა იცი მე რაც უნდა დავიღარლო და დავიხარჯო მადლობის ხლაში არაფერია, ეს არაფერი არ იკარგება, როგორც ამბობენ კარმა არის რაღაც ესეთი მბრუნავი ეფექტით, სხვა ალეგორია და მიხვდება ყველა და ასე რომ ნახოთ, სახელმწიფომ ამ ნაწილშიც კიდევ ერთხელ დღეს აჩვენა თავისი ნეგატიური მხარე, ინდივიდუალურად შეიძლება ვიღაც ადამიანები ამ უშუალო სამინისტროში ხვდებიან ამ ყველაფერს, იმედია რომ ვიღაცა ხვდება, მაგრამ ისინი თავისინებით არიან ამ კოლექტიური ფსიქოზის, ამ კოლექტიური გაურკების, ორკიზმის სხვერპლი არა, თავისი თავი მიიტანეს ამ სხვერპლოზე, რომელიცაც საკუთარი ერს, საკუთარი ქვეყნის მომავალს, საკუთარი ქვეყნის აწყობზე წარსულს ებრძვიან. ყველას კარგად გვახსოვს ესეთი ცნობილი ქართული ფილმიდან მოღალატე ყორღანაშვილს ერთი ხელის ესეთი ჰაეროვანი მოძრაობით როგორ წაზრება თავი. ხო, ani მათ ეს საკუთარი თავი მოღალატე ყორღანაშვილებად ჩამოაყალიბეს და ნუ რაღაც ეს მათი არჩევანია ჩვენს. ასეთი გუნდი, ასეთი ადამიანები არ დაიშრიტება, ისინი არსად არ წავლენ, მათი ეს სულისკვეთება და მათი გაკეთებული ეს საქმე დაემსგავსება იმ დოგვის მარცვალს, რომელიც ახარებიდან ვიცით, ყველაზე პატარაა, მაგრამ ის მარცვალი როცა გაიზრდება, ყველაზე დიდ და საჭირო ჩრდილს აძლევს უდაბნოში მოგზაურ ადამიანს და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის და რეჟიმის სწორედ არაჰუმანური ბუნება სულ უფრო მეტ ფენას ეხება საზოგადოების. რამდენად ხდება იმის გააზრება, რომ აი ვთქვათ, როდესაც ახლა კორუფციაზე დაიწყო ლაპარაკი და ქართულ ოცნებას აქვს მცდელობა, რომ ეს რაღაცა პოზიტიურ კალაპოტში დაიტრიალოს თავისთვის, რაღაც ოპოზიციას ჩაუდოს ვილუაშვილი, ფასების ზრდაც ოპოზიციას ჩაუდოს, მაგრამ სინამდვილეში თუ არის იმის გააზრება საზოგადოებაში, იმ ნაწილში ვინც შეიძლება პროტესტის გულშემატკივარი არ იყოს, რომ ვთქვათ, ხვალ თუ სუფრა ექნება цаრიელი, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩინოვნიკმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა მოიპარა ფული ბიუჯეტიდან. აი ეს მიზეშედეგობრივი კავშირი თუ შედგა. ზუსტად ასე არის და ეს მიზეშედეგობრივი კავშირი დიდი ხანია ასე არის და ჩვენ ვიცით, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ბავშვობა ბურის რიგებში მოყინული ფეხებით და რაღაც მედურებებით, რაც მე ვიცოდით როგორც ხდებოდა და ვიცით შემდეგ როგორც გამოსწორდა, ხო, რაღაც რადიკალური რეფორმებით და ძალიან მარტივი იყო გამოსწორება, მაგრამ იმაზე მარტივი აღმოჩნდა იმ უკანემ რეალობაში დაბრუნება. დიახ, ეს ყველაფერი არის მიზეშედეგობრივი კავშირით, ეს არის ჩინოვნიკების კი სახელმწიფოს დატაცე, ანუ სახსრების დატაცების მიზეზი. აქ არ არის მარტო კონკრეტული სტატიკური მონაწილეობა, რომ ვიღაცა ჩინოვნიკა რაღაცა მილიონობით ლარი მოიპარა და ჯამში ეს მილიარდობით ლარს შეადგენს, იმიტომ რომ იმ ობიექტური დათვლებით საერთაშორისო პრაქტიკის და საუკეთესო საერთაშორისო ასე ვთქვათ კოეფიციენტების გამოყენებით დაფუძნებული იმაზე, რაც უკვე რეალიზებულია ამ ჟურნალისტური გამოძიებებით და ძალიან მაღალ ავტორიტეტიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე საშუალოდ ხდება დაახლოებით 10-დან 15%-მდე მოცულობის ფიზიკური თანხის დატაცება. ეს ეფუძნება ეს ციფრები, ეს ანუ თუ ჩვენ მილიონებში რამდენი? ეს არის დაახლოებით მილიონში მილიარდ, რაღაც 3-დან 5 მილიარდ ლარამდე ყოველწლიურად, რომელიც ნაწილდება აი ამ ელიტურ ბრჭყალებში ფენაზე, ის სახელები ვინც ვიცის და იმედაბლად ჩამოდის,
იმიტომ ეს კორუფცია ელიტაში მარტო თავში არ არის, ხო ეს აღსრულების ჯაჭვს გადის. აი ვიღაცა სუპერ მაღალი თანამდებობის იერარქმა რომ რაღაცა მილიონიანი გარიგება ჯიბეში ჩაიკუჭა, ხო აი მილიონი ის არის ის თანხა რომელიც მასთან მივიდა. მანამდეც გაიარა იმ რაღაც გზა, მაგრამ ყველაზე მთავარი მოდის უკვე აღსრულების ჯაჭვში. ის ზემოდან ქვემოთ ჩამოდის აღსრულებაზე და ნაწილდება სხვა სახელმწიფო რგოლებზე. ეს ვიღაც მთავარი კურატორი იყო სხვაგან, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთი ბრალდება რა წარმოადგენს ეხება ენერგეტიკის სექტორს. ენერგეტიკის სექტორში ვიცით რომ მისი პირდაპირ საკურატორო სუსის არ იყო, ხო? ანუ აქედან გამოდის რომ სადაც ამის არასაკურატორო ინსტიტუტი შეხვდა მილიონი პირობითად, რაც ბრალდების ნაწილია, თუ დამტკიცდება ძალიან ცუდი, თუ არ დამტკიცდება ძალიან კარგი იქნება. მე პირადად მივესალმებოდი ამ ამბავს და შემდგომში წარმოვიდგინოთ ამ უკვე უშუალოდ ენერგეტიკის პროფილურ სამინისტროში ეს მოხდა მოადგილის დონეზე, ხო, მინისტრის მოადგილის დონეზე. ნუ ჩავთვალოთ რომ მინისტრმა არაფერი არ იცოდა, მაგრამ დღეს იმ მინისტრს იგივე იმ შეხვედრაზე საკმაოდ ცეთი მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც ეხლა მინისტრია და მისი ეხლა ყოფილი მოადგილის მოადგილემ თუ რაღაც ასე შემდეგ, მოკლედ მიწასთან გაასწორეს ადამიანს, თუმცა რაღაცა პირიბად ამ ადამიანსაც, ამ ყოფილ ძალიან მაგარ მინისტრს დაძდეს ბრალი, იმიტომ რომ ეს სხვას ვერ წავიკითხავთ ამ კონტექსტში. მაგრამ ამას ვდაუბრუნდით, ანუ ამ მოადგილემ უზრუნველყო რაღაცა თემა, არ თქმა უნდა ჰუმანიტარულად და რაღაც საქველმოქმედოდ არ მივიდოდა იმ მილიონით იმ ნაწილში და მან უკვე ჩაშალა აღსრულების ნაწილში ეს კი უკანონო საკითხი, რომელიც უკვე დაბლა ჩადის. თუ დაბლა და ეს უკანონოა და კანონმდებლობის დარღვევა და რაღაცა, ის ბიუროკრატები და ის ჩინოვნიკები, ვინც მუშაობენ, ერთსაც არ გამოჩნდა ვიღაცა, რომ გაეპროტესტებინა, რომ ამას რატომ ვაკეთებთ. ანუ და ეხლა წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ან უკან გავიწიოთ, ანუ zoom out-ი გავაკეთოთ და დავნახოთ, რომ რამდენ გოლში შესაძლებელია ესეთი მიდგომა ტრიალებდეს და რას გვაძლევს ეს. ეს ყველაფერი გვაძლევს წელიწადში მინიმუმ რაღაც 30-დან 35 მილიარდ, 3.5 მილიარდ ლარამდე, აი ესეთ ჭყალებში ეშმაკების წილს, რომელიც ორთქლდება რაღაც, მაგრამ ზარალი რეალური, რასაც ქვეყანა იღებს, მოკლე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცილებით მეტია. იმიტომ რომ შეეყოფოდა იმას, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ. მოდით აი ამაზე მივალ და კონკრეტულად ვიტყვით, მაგრამ აი რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი შემოსავალი, აი მიუღებელი ინფრასტრუქტურა, აი მაგალითად ეხლა რომ განაცხადა ერთ-ერთმა ასევე ჭყალებში წარმატებულმა ჩინოვნიკმა მარეგულირებელი საბჭოდან, რომ რაღაც ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გავზარდოთ და მე უცბად 3 თვით გადავავადეთო, ხო? ისიც ხო ძალიან შემდგარი ტიპი გაიჩითა, ხო? რაღაცა მილიონზე მეტი ღირებულების ქონებები, სახლები აიშენა და რაღაც ბედნიერად დადიან, მაგრამ ისიც რაღაც ნოლიდან დაიწყო, ანუ გამდიდრდა ბიუროკრატობაში. ეკონომიკის ექსპერტად ვიცნობდი მე პირადად. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი დასაწყის პერიოდში, შემდგომ მერი გახდა, დავით ნარმანიაზეა ლაპარაკი. ასაული ამბავია, მაგრამ მოგეთ ეს ადამიანი რო ამცნობს, ნუ ადამიანი რა ეს სუბიექტი რო ამცნობს საქართველოს მოსახლეობას და გაძვირდებს, იმიტომ ინვესტიციებია საჭირო. და ამის პარალელურად რა ეს ხო ინვესტიციები რომ ხონდა გაკეთებული ამ დარგში, ყოველთვის ამ სექტორშია, ვისაც ვლაპარაკობდით, იმ სექტორის ინვესტირებაზეა, მაგრამ ამასობაში ვიცით რომ თურმე წელიწადში 700 მილიონი ლარი იხარჯებოდა არასწორად აი ამ სახელმწიფო საწარმოებში, საიდანაც დიდი ნაწილი მოდიოდა ენერგეტიკისთან დაკავშირებულ დარგში. ანუ რა გამოვიდა? ეს ტარიფის გაზის ხარჯი კი უნდა მოხდეს. ეს ამ წლების მანძილზე დაგროვილი თითქმის 7-დან 10 მილიარდამდე ლარის გაცამტვერებული ინვესტიცია. რაც ამხელად ინვესტიცია საჭირო, რა თქმა უნდა, არ იყო. ანუ ჩვენ რა მივიღეთ? ის რომ მაგალითად 5-6 წლის წინ 700 მილიონი ლარი წელიწადში ვიღაცის ჯიბეებში იკუჭებოდა, იმიტომ მარტიმამრავლებლად გაშლილი ეს თანხები შეიძლება პატარ-პატარა ნაწილში წასულიყო, გამოვიდა ის, რომ აი უკვე 2026 წლიდან ეს მოპარული თანხა უნდა გადაიხადოს 3.7 მილიონმა ადამიანმა, გამოკლებული ის უმცირესი ელიტა, ვინც არის მთავრობის ტიპები არის და მათთან დაკავშირებულები, რომ დავაფინანსოთ მათი ხიზილალა, პორშე, რავი, როლს-როისი, ბენტლი, ძვირფასი საათები, მილანიდან ტორტები და ასე შემდეგ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ვინც რაღაცას ცდილობთ რომ გავაკეთოთ. და დაუბრუნდეთ ამ ნაწილს. ეს ციფრები კარგია, რითიც თავს იწონებს ეს ის ყოველ შემთხვევაში ციფრები წერია, მაგრამ ამ ციფრების ფასი იმაზე ნაკლებია, რაც ის მელანი და ქაღალდია, რომელიც ამობეჭდილია და რომელიც მიცემულობ და კითხულობს. ან ის დახარჯული ელექტროენერგია, რომელსაც მათი iPad-ები თუ
კედები, ან კომპიუტერები არის, კი, პარამეტრებს გულისხმობდა, ამ პარამეტრებში არის ასევე შემცირებული აბსოლუტური სიღარიბე და ასე შემდეგ. აი ეს კონკრეტული პარამეტრი რო ავიღოთ 2024 წელს ძალიან კარგია, რომ 9.99%-მდე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბე 12%-დან, ანუ წინა წლის მაჩვენებლებიდან, მაგრამ რომ გავშალოთ ეს ციფრი 9% თითქოს არაფერია. თუ ჩვენ სტალინის და ეს ადამიანი აშკარად მისი ფარული ფანია, იმიტომ რომ ვიცით ხო ცნობილი სიტყვებია მანიაკის, რომელმაც თქვა რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე ან სიკვდილი ტრაგედია, ასეულობით და ათასობით ადამიანის უკვე სტატისტიკა. ანუ სტატისტიკაში გადავყევართ. მოდი სტატისტიკაში დავჭეთ, მაგრამ პროცენტი კი არა. გასაგები ციფრებით ვილაპარაკოთ. 2024 წლის მონაცემით 9.4% აბსოლუტური სიღატაკე, რომელიც სტატისტიკური მაჩვენებელია და არ ასახავს სუსტ რეალობას, გამოდიოდა რომ 370,000-მდე ადამიანი იყო სიღატაკეში, ანუ სიღატაკის ზღვარში. ამ ციფრს თუ კიდევ უფრო კარგად დავზუმავთ და ჩავშლით, ვნახავთ რომ ამ ციფრში თითქოს 20%, რაღაც 270,000 არის ბავშვი. რაც ყველაზე მძიმე მომენტია და რატომ 380,000 ჩვენ რაც ვახსენეთ არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში. ბაზის გარდა, ანუ იმის გარდა არის აი აბსოლუტურ სიღატაკეში, მე იმიდან, იმიტომ სოციალურ დახმარებას კიდევ 700,000 იღებს და აქ მანიპულირებებია და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ციფრი ცოტათი კიდევ გაიზარდა 2025 წლის პირველი 10 თვის მონაცემით. ეს ინფორმაცია მე ხარ ასეც ვლაპარაკობ, წამოსვლამდე გადავამოწმე სახალხო დამცველის ანგარიშია მოცემული, რა თქმა უნდა, UNICEF-ის და UNDP-ის და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებითაც არის, ეს არსად არ იმალება, უბრალოდ წაკითხვის კუთხეა სხვადასხვა. ანუ პოზიტივია, რომ ჯამში რაღაც სურდება, მაგრამ რეალურ ციფრებში გადავიტანოთ, გვაქვს ესეთი მდგომარეობა. ბავშვებს შორის სიღატაკე ცალკე მონაცემია საერთაშორისო აღრიცხვაში, რომელიც მოქმედებს იღებს მონაწილეობას იმ საერთაშორისო რეიტინგებში. ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ჩვენ როგორც ესეთი ჩვენი ქვეყანა ვართ საკმაოდ ნორმალურ ზონაში ქულების რაოდენობით, მაგრამ თუ აბსოლუტური სიღატაკით, თუ კოეფიციენტით, თუ შემოსავლის, ან ამ შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტის ან შემოსავლის გადანაწილებით კუთხით შევხედავთ, როგორ ნაწილდება, ამ შემთხვევაში ვართ ძალიან დაბალი, ძალიან ნეგატიურ რეიტინგში, იგივე ამ ადამიანური განვითარების ინდექსიდან გამომდინარე, რაც გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვართ სისტემური დანაშაულის მომსწრები სახელმწიფოს მხრიდან. იმიტომ რომ აი ამ აბსოლუტური სიღატაკის აღმოჩენას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ბავშვების კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვებს აქვს შეზღუდული წვდომა განათლებაზე, ხარისხზე არ გვაქვს განათლებაზე, შეზღუდული აქვს წვდომა კვებასთან, იმიტომ ისინი ვერ იღებენ იმ დადგენილი მინიმუმ კალორიებს გამგოში, შეზღუდული აქვს წვდომა პირად ჰიგიენასთან, ამ ბავშვებს ფიზიკურად მარტივ ენაზე რო თქვათ, არ შეუძლიათ რომ წერილები უნდა გავასწროთ მაყურებელს, აი მართლა შემზარავია, მართლა ემოციების გარეშე ვერ მოისმენთ ამას და შეუძლია არსებულ ბიუჯეტს, არსებულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ საკითხს არაკეთებს. აი ამ პრობლემის აბსოლუტურიდან გამოსვლის ღირებულება, ანუ ფასი გამოსვლის ღირებულების არის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას დაყრდნობით, შეუძლიათ თავისი მთლელები ხო ყავს, ითვლიან რაღაც სიმულაციებს აკეთებენ ეკონომიკის მინისტრიც და ესენიც დაითვალან არის 2024 წლის მონაცემებიდან გამომდინარე 135 მილიონი ლარი, რომ ეს პრობლემის ზონაზე მოგვარდეს. ანუ რომ ამ ბავშვებისთვის შეივსოს ის კალორიულობა, ის მინიმალური, რომ ამ რეიტინგიდან მაინც ამოვიდეთ, რომ მათთვის გაჩნდეს ხელმისაწვდომი განათლება, იმიტომ შესაბამისი წიგნი მიიღონ, შესაბამისი რაღაცა ტრანსპორტირების საშუალება გაუჩნდეთ ამ ბავშვებს და პირად ჰიგიენასთან წვდომის საშუალება მიეცეთ. ამ ძალიან ელემენტარულ რაღაცაზე 135-დან და 150 მილიონ ლარამდე წელიწადში აბსოლუტურად არაფერი არის. ეს არის მინიმუმ ერთი ეპიზოდის მესამედი, რომელიც თუ გახსოვთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალდება თავიდან რაც აუყენეს, იყო 400 მილიონი მაშინ გაჟღერებული. ანუ 400 მილიონი თუ ერთმა პრემიერმა ესეთი ყოჩაღია და ესე მოახერხა, მე სხვა ციფრებზე ჩავიდა და ჯიბის ფული ამოუღეს მე როგორც გვამცეს თვითონ. მაგრამ ჯერ დამტკიცებული არაფერი არ არის, არ ვიცით, ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმპცია და რაღაც ასე შემდეგ დავჭეთ. ანუ თუნდაც თავი დავანებოთ.
თუ ამ ქვეყანაში არსებობს პასუხისგებლიანი მსხვილი ბიზნესი. ჩვენ ვიცით რომ არსებობს ეგეთი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც დიდი ტაშისკვრით რაღაცა ახალ ვენდისის ობიექტებს ან რაღაც ესეთ იმას აღნიშნავენ და დიდი ზარზე მიხსნიან, მაგრამ ვერ ამჩნევენ რომ ადამიანები იწამლებიან ქუჩაში, ადამიანებს სცემენ, თუნდაც დიდ ბიზნესმენებს და მათი ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ, ნუ აგას თავი დავანებოთ. მათი ორგანიზებითაც კი შესაძლებელია რომ სახელმწიფოს 24 საათი ერთად ლაპარაკობენ, ერთად ზიანებენ, შესთავაზონ რომ მოდით რაღაცა PPP მოდელი მოვიფიქროთ და თანადაფინანსებაში ჩვენ შემოვალთ. სოციალურ ბანკებად კი, არა, სოციალურ პასუხისმგებლობა ძალიან ცუდად ესმით რა და აი რეალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რეალური პრობლემის გადაჭრა. იმიტომ ეს პრობლემა რა, ეს პრობლემა კი არ არის ამ ბავშვების პირადი ტრაგედია რა. მე და შენ ხო არ გვეხება რა, უკაცრავად შენობაზე რომ გადმოვიდეთ, თქვენ ხო არ გვეხებათ, პირობი განვაზოგადოთ. ეხება ვიღაცა ბავშვი, იმიტომ გეოგრაფია უნდა გქონდეს კარგად წარმოდგენილი. აი ამ სიდუხჭერის და ამ აბსოლუტური ბავშვების სიღატაკიდან ნაწილი 80% მობილიზებულია, კონცენტრირებულია რეგიონებში, თბილისის გარეთ არის სამწუხაროდ. ჩვენ თავრობაც ხო მარტო თავისთავად თბილისის თავრობაც თulis და აქ თბილისში არიან ორიენტირებულები და რაღაცა გარეთ არ გადიან. ან თუნდაც სამინისტროებთან მისულ პროტესტით მისულ ბავშვებსაც კი ვერავის და არავის არ ხედავენ და ნუ მიდის ის ნახეთ კიდევ ის რაღაც სუბიექტი როგორ გესაუბრებოდათ თავრო დავანებოთ ყველაფერს მამაკაცი მამრი რომელიც ორ ფეხზე ღირსებით დგას და არ თხოვდება ევროპაში იყო ჩასული და არ გათხოვდა და ნუ რეალური მამრია ხო ალფა ის რაღაც გოგონას კალბატონს ქალს ორგანიზაცია აღიარების პრობლემის ყინოს როგორ მოგმართავთ ხო თან პირდაპირ ეთერში ხო ნუ რა ვიცი ხარ რომ ალბათ ოჯახში ესე იქცევა ალბათ და მიღებულია მასთან ალბათ ეს მის პირადი საკითხია მათზე უფრო მეტყოლებს ხოლმე როგორც წესი ვიდრე რამის ხოზე ხო აი ცოტა ფინალისკენ მინდა წავიდე და რა მინდა გკითხოთ აი დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იქნებით რუსთაველზე ისევე როგორც ამდენჯერაც მე რუსთაველზე ვიყავ ყოველთვის თქვენ და მაყურებელმა იცის თქვენი როლი ამ პროტესტში ძალიან ბევრი ალბათ გკითხავთ როგორ იქნება 2026 წელი მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისით მათ შორის პოლიტიკის თვალსაზრისითაც მოკლედ თუ შეგიძლიათ გითხრათ რა შეიძლება იყოს თანამდვილი, მაგრამ თან საიმედოც. ნუ პოლიტიკაზე პოლიტიკოსებმა ისაუბრონ და დარწმუნებული ვარ დღეს ის განცხადებები რაც გააკეთა სუბიექტმა რაღაცა წარმატებულად შეიფასა იმდენი ასე ვთქვათ კარგი ჩაწოდება გაუკეთა პოლიტიკოსებს რომ ჩვენ უბრალოდ პოპკორნის ვერ ვიშოვით რომ უსმინოთ ამ ძალიან კარგ ანალიზებს შემდგომ პასუხისგებლიანი პოლიტიკოსებისგან. ეკონომიკურ ნაწილში მე სამწუხაროდ არ მაქვს კარგი მოლოდინი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოლოდინია. მე რა თქმა უნდა ცუდი ბიჭი ვარ, ციხეშიც ვიჯექი და განსხვავებული აზრიც მაქვს, მაგრამ დღეს ერთ-ერთ ძალიან პასუხისგებლიან ყოველშაბათში მეგონა და ესეთ ანალიტიკოსებს უსმენდი და მეგონა რომ გავიხედე მაინც გარეთ მანქანაში უსმენდი რომ რაღაც ლიხტენშტაინში ხო არა ვარ და რამე ან სწორად თუ ან მე ესეთ გარემოში რომ რაღაც მეუცხოა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ სტატისტიკა ეს საკვები რატომღაც ყველა ჩადგა რიგში რომ აი ამ ნარატივს ტაში დაუკრას და აქოს და ადიდოს. Okay, ანუ ეს მათი გადაწყვეტილებაა რა, კოლაბორაცია, ყველას როგორც ესმის ისე უნდა, მაგრამ რეალობაში ჩვენ კარგი მოლოდინი არ უნდა გქონდეს და გამომდინარე იქიდან იმ პოლიტიკიდან და იმ ნარატივიდან, სადაც ჩვენ ვარ და სადაც ვითარდებით, იმ დეგრადაციიდან, თანამედროვე ცივილური სამყაროს წესებიდან, ადამიანის უფლებების დარღვევით, თავი დავანებოთ კონკრეტულ ფაქტებს, ხო? ჩვენ ყველა პარტნიორთან ჩავჭერით, ახალი წლიდან 99% თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობა მინიმალურ დონეზე ჩადის ან ზოგანუქმდება, რაც ჩვენს ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება, მცირდება კრედიტების გამოყოფა, გრანტების, სტრატეგიული პარტნიორობები და ასე შემდეგ, რაც ლოგიკურია. ეს თავზე ხელაღებული კორუფცია, რომელიც მორალურად არანაირი უფლებაც არ აქვს და სურვილიც არ აქვს, არანაირად არ ხდება, შესაკრეთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა, ვიღაცები თავის გუნდში გადაანაწილეს და ეს იგივენაირად გაგრძელდება, აქედან გამომდინარე შენელებული საბიუჯეტო ხარჯვა, რომელიც წლის ბოლოს იყო, იმიტომ რომ გადაადგილება ხდებოდა, ამის გამო
კი ქაღალდზე ითვლება რომ მომავალ წლიდან დაიწყება იმ ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებით რაც რა თქმა უნდა არის ეგრეთ წოდებული ბუსტერი ეკონომიკის მაგრამ იმ ნაწილში არ იქნება თან ეს თანხაც არ არის საკმარისი უკვე ბიუჯეტში ქაღალდზე დამტკიცებული გაზრდილი თანხის ამიტომ აქ ბევრი შეფარულისა და ამისთვის ძალიან დიდი დრო გვინდა რომ ვისაუბროთ უბრალოდ ის ლოგიკა რომელიც ეფუძნება მეცნიერულად დადასტურებულ ციფრებს და ანალიზს საუკეთესო პრაქტიკის არ გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენ რამდენად გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, ეს ვიწრო ელიტა, ეს ფეოდალური ჯგუფი ინტერესთა კონფლიქტებით თვითონ რაღაც ეტაპზე გამვითარდება, მაგრამ უკვე მანდაც დიდი პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება მსხვილ ბიზნესს, რომლებიც ძალიან ახლო არ არიან ზევსთან და ძალიან ცოტა ოდნავ ნახევარი რიგით უკან არიან, იმიტომ რომ ეს მოსაპარი მაგიდა სადაც ეს იყო. ან დაახლოებით ვართ როგორც იცით, თამაში რომ არის სკამი რო ერთით ნაკლები და ერთით მეტი მოთამაშე და მუსიკა რომ უკრავს და ვინც მოასწრებს დაჯდება და ერთი მაინც ვიღაცა რომ სკამის გაესერჩება ეს სკამების რაოდენობა მოაკლდა მოთამაშეების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ვინც ამ მუსიკის გარშემო დადის და მუსიკას ვინც უკრავს, კი იცით, როდის ჩართავს, გამურთავს, არ იცით, მაგრამ სკამები უფრო აკლდება. ახლა ერთი სკამით ნაკლებია, ჩვენ მოსაპარი მოცემულობა აუზი შემცირებულია, მოსახლეობის რაოდენობაც კი მცირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ემიგრაციაში და სამწუხაროდ ისეთი ადამიანები, ვინც აქ ღირებულებას ქმნიდა, მაგრამ ვისაც არ გვინდა წასვლა ხედავთ ამ ყველაფერსაც არის მოლოდინი კარგი არ აქვს არანაირად. და მაინც მინდა პოზიტივით დავამთავრო, ის ადამიანები, ვინც არც ამ ქვეყნიდან არ მიდიან, არც ნებდებიან, ესენი კვლავ ერთმანეთს ნახავენ ხვალ. აუცილებლად ნახავთ ერთმანეთს. და ძალიან დამაიმედებელია ის, რომ 400 დღეს უპრეცედენტო ხანგრძლივობაა პროტესტის, ადამიანები არ ნებდებიან ზუსტად იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს ჰქონდეთ მომავალი და ჰქონდეთ ღირსეული აწმყოც. კი, ეს აუცილებლად იქნება და ცოტა ლირიულ საკითხსაც გეტყვით, ეს ინიციატივა, სამოქალაქო ინიციატივა, ჯერ საქართველოს, იცით, იდეები შეწუხებული ხალხი ვართ უბრალოდ იქ და მე პირადად არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია და ამაშიც, მაგრამ ჩვენი იდეით დავარეგისტრირეთ გინესის სოფლიო რეკორდების წიგნში ეს შეუქცევადი, ანუ მოქმედი მშვიდობიანი დავარეგისტრირეთ რამოდენიმე დღის წინ, ეს გრძელი პროცედურაა, მაგრამ ეს ჩვენ ჭკუას არ მოგვიმატებს და რაღაცას განათება არ იქნება, ან მეტეორს არ აგვარიდებს, მაგრამ რაღაც სიმბოლური ნაწილია ველოდებით ახლა შემდგომ ეტაპებს ამ მუშაობ ამ საკითხზე მოკლედ მუშაობს რაღაცა გუნდი და ეს რა თქმა უნდა ისტორიაში დარჩება იმედია რომ რაღაც დავაკმაყოფილებთ ამ წესებს როგორც მუდმივმოქმედი პროტესტი რომელიც გრძელდება ეს პროტესტი იქნება ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას რაღაც გარკვეული ნაწილი და მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი ფრაზით დავასრულებ და იმას რომ ანუ ყოველთვის და ყველგან კრეატიული და ანუ თავდადებული მოსახლეობის უმცირესობა იყო მიზეზი, კარგი გაგებით ამ სიტყვისა, ჩემი თარგმანია ბოდიშით, იყო მიზეზი საზოგადოების და სამყაროს პროგრესისა. ზუსტად ესეა, ჩვენ ისტორიასაც თუ შევხედავთ, ერთეულების თავგანწირვაზე, თავდადებაზე იდგა და დღესონ ჩვენ ქართულად მეტყველებთ, ქართულად საუბრობთ და რაღაც ღირებულებები რეალური არაფსევდოთი. დავდივართ არის ერთეულების დამსახურება და ამ ერთეულებით ჩვენ გავიზდებით, მოკლედ გვინდა გამოვიდეთ ნიკოლაძეები, გიორგი ნიკოლაძეები, მარო მაყაშვილები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლე შეიძლება ვიღაც ერთ-ერთმა ამათმა პოლიტიკურმა აქტორმა ხო თქვა, მადლობა გითხარით, რომ იარაღი არ გესროლეთო და მარტო ესეთი მომწამლავი გაზი მოგასხითო რა და მადლობა რომ არ გესროლეთ იარაღი, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც ამ სამართლიან და მშვიდობიან პროტესტს გამორთქვათ, მზარდვათ რომ მივიღოთ ტყვიაც და სამწუხაროდ უშუალოდ მათმა უშუალო წინაპარმა ბევრს გვესროლა და ესეც ვიცით როგორც იყო, მაგრამ it's okay როგორც იტყვია რა ესეც გაივლის და ალბათ ამ ქვეყანაში ის დროც დადგება როცა ილუსტრაციის კანონსაც მიიღებენ და ეს აუცილებლად იქნება თუმცა ვინ ვის ესროლა კანონამდე უკვე ეს თვითილუსტრაცია ძალიან აქტიურად არის საზოგადოების თვითილუსტრაციის წელი დავარქვათ მოდით გადაცემის ამ ბლოკს და აი ეს იყო წყალებში პოზიტიური მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენი ყველაფერი ძალიან ნეგატიური იყო და მე მინდა ისევ მივესალმო ყველა ჩვენს მეგობარს ვისაც პირადად
კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი და ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მომავლისთვის არის ხა დაკავებული, იქნებიან ეს ახალგაზრდა ძალიან ასაკისთვის შეუფერებლად დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეალურად ამ ქვეყნის მომავალია და ისინი ძალიან ბევრ ამას გააკეთებენ, არა მარტო ამ ქვეყნისთვის, ასევე ის მხცოვანი ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ მოუწიათ აი ამ გაუგებრობაში გარევა და იმედია რომ არ ჩაივლის არანაირად ასე უკვალოდ ეს თავგანწირული ჩვენი ამბავი და მივესალმები ყველას ხვალ რუსთაველის გამზირზე დიდი მადლობა ძალიან საინტერესოა დაგვაწიეთ მე ახალი ამბები გინესის რეკორდების შესახებ ამის მონაწილეები ყველანი გამოვიდა რა თქმა უნდა ცოტა ძელი პროცესია მაგრამ პროცესი მიმდინარეობს ძელი და საინტერესო ნიკა ალავიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი